მინდა ახალგაზრდების გასაგონად კიდე ერთხელ განცხადება გავაკეთო. თუ თქვენ ალიკო ელისაშვილის, გიორგი ვაშაძის, შალვა ნათელაშვილის და სხვა ოპოზიციური პარტიების იმედზე იქნებით დარჩენილი და სამომავლოდ ეს ზემოაღნიშნული ოპოზიციური პარტიების ეგრეთ წოდებული ლიდერები ბედნიერ მომავალს გაღირსებენ, ეს თქვენი მხრიდან ცდარი იმედი იქნება. არა ახალგაზრდებო. ამ ადამიანებს თქვენი მომავლის კეთილდღეობა საერთოდ არ ეჯავრებათ. ანუ არ ანაღლებთ ერთი სიტყვით და არც ერის კეთილდღეობა და არც ეროვნული აზროვნება არ გააჩნიათ. ერთი მიდით აკითხეთ სიტყვა პატრიოტი რას ნიშნავს? ამ პატრიოტიზმი რა არის? ასეთ შეკითხვაზე სრულყოფილ და ამომწურავ პასუხსაც კი ვერ გაგცემენ. მათ კი თავიანთი თავი პატრიოტებად მიაჩნიათ, ისე როგორც ქართული ოცნების მთავრობაში მყოფ ნაძილებს, სულ გაყიდულებს და ბრბოთა ჯოგს. აი, ეს არის მწარე სიმართლე. მე კიდე ერთხელ მინდა ახალგაზრდებს მოგმართოთ, ჩამოყალიბდით, ერთმანეთის მიმართ დაივიწყეთ წყენა, ყოველნაირი წყენა დაივიწყეთ, გაერთიანდით, ერთობით ჯაჭვი შექმენით, 16-დან 40 წლამდე ახალგაზრდები მყავს ხედველობაში მაქსიმუმ. და თავად უნდა შექმნათ ამ ქვეყანაში შვიდობაც და უპირველეს ყოვლისა სამართალი. სადაც სამართალი არ არსებობს, იქ შვიდობა ვერ დაიმკვიდრებს. ურთიერთ გაგებიდან იწყება. სიყვარულიც, შვიდობაც და ღვთისრწმენაც. თუ თქვენ ამ ჩემი გაკეთებულ განცხადებას უკუაგდებთ, დანარჩენს დრო თავად შეგაცნობიერებთ, არ გაგაცნობიერებთ იმას, რომ ეს ვიღაც ყოფილი პატიმარი, რომელმაც 28 წელი ციხის კედლებში გაატარა და 28 წლიდან 19 წელი უკანონო პატიმრობაში 2021 წლიდან დღემდე თურმე სიმართლეს გვეუბნებოდაო, ანუ სწორ რჩევას გვაძლევდაო. არა ახალგაზრდებო, კიდე ერთხელ მინდა გითხრათ ჩემი სათქმელი და ჩემი გულის ტკივილი. ნუ გჯერათ, ნურც ოპოზიციური პარტიების, ნურც არასამთავრობო ორგანიზაციების და ნურც ამ ახხვარი ხალხო დამცველ ლევა იოსელიანის. ეს ხო ნამდვილი ჯალათია და ყურმოჭრილი მონა რეჟიმის. იმედი მაქვს, რომ ამ ჩემ განცხადებას ბევრი ახალგაზრდა ყურადღებით მოусმენს და გააცნობიერებს. თუ რას გთხოვთ, რას გირჩევთ და რაზე შემტკივა გული. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს დღეს მომკლავენ თუ ხვალ. ჩემთვის მნიშვნელობა ის აქვს, რომ ერს და ქვეყანას ეშველება მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ერთობის ჯაჭვის შექმნით. ასე რომ
კარგად დაფიქრდით და იმედი მაქვს ხვალანზე ამ ჩემი გაჟღერებულ განცხადებას და თხოვნას, ჩევას და დარიგებას გაითვალისწინებთ და გააცნობიერებთ ისე როგორც გასაცნობიერებელია, რადგან მე ვიცი და დარწმუნებული ვარ კიდევაც რომ ჩვენ ერში ისეთი ახალგაზრდებია, თუ გინდ გოგონები ავიღოთ და ქალბატონები, თუ გინდა ვაჟები და ოზდილი ახალგაზრდები, რომ მახვილი გონება არც თქვენგანს არ გაკლიათ და არაფრით არ ჩამორჩებით არც ოპოზიციური პარტიის ნაწილებს და არც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილებს და თქვენ მაინც სულს არ მიყიდით ამა თუ იმ გარე ტრებს, რომლებიც დასაფრებული არიან ჩვენი ერის და ქვეყნის გასანადგურებლად. ეს ნიადაგი 33 წელია დაგებულია, რომ ქართველი ერი და საქართველო საერთოდ რო წაშალონ რუკიდან. ასე რომ მე კიდე ერთხელ მინდა გითხრათ, ისი მორალური უფლებაც მე მაქვს და გირჩიოთ. დანარჩენი კი თავად თქვენი გადასაწყვეტია. გამიგეთ ეხლა საქართველოს ყვავილებო, გაგრძელება კიდე იქნება.